გამარჯობათ, ეკატერინე ნანდოშვილი. დიახ, მაია კაცაძე ვარ. დიახ, შევთანხმდეთ პასუხზე რა კანონიერა გადაწყვეტილება მივიღეთ. დიახ. კი ბატონო. დიახ. კი, მაგრამ ორი თვე ხო გავიდა და ერთი წუთით დიახ კი, მაგრამ ხო კი ბატონო, ერთი წუთით ხო შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა. ხო, იცით რა არის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია ყველა გადაწყვეტილება უკანონო, რაც ჩემს საქმესთან არის დაკავშირებული და პრობლემა არ გვარდება და ესე უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც კანონს არ შეესაბამება და ჩემს ღირსებას და ქონებას, რა ქვია, საფრთხეს შეუქმნის, არ მინდა. ეს კანონიერად მე თვითონაც ვერ ყვევი კანონებში და გარკვეული ყველა კანონი, კი, ერთი წუთით ხო, კი. პასუხი მომეწოდებს რა. ხო, კი ბატონო. კი ბატონო და ერთი რამეში შევთანხმდეთ, რომ აი დედაჩემის წილი როგორ იყოფოდა, რა ეკუთვნოდა დედაჩემს თავის ქონებიდან. აი ეს კანონიერი ის რა ქვია სქემა ჩამოვწეროთ, კი ბატონო. ხო. კი. და იცით რა არის, სანამ გადაწყვეტილებას გამოიტანთ, შევთანხმდეთ, მეც წავიკითხავთ იმ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ გამოტანილი გადაწყვეტილების შეცვლა ძალიან ძნელი არის. ხო, დიახ. კი ბატონო, მაგრამ თუ უკანონო იქნება, როგორც დანარჩენი გადაწყვეტილებები, მე ვიმსჯერლებ. სასამართლო იცით რა არის, არ განიხილავს საქმეს და მე მთელი წელი ვერ გადავდებ ამას. აი აგერ კრედიტორები არიან და ჩემ ბინას ვერ დავთმობ. არავითარი პრივატიზაცია არ მოქმედებ და რა ქვია, დედაჩემის წილი როგორც კი გადმოცა, მაშინ ჩემი საკუთრებად ითვლებოდა და გაუქმების უფლება არ აქვს. დიახ, კი ბატონო, იმედი მაქვს თქვენი, კი ბატონო. ხო, არა აქამდეაც ფიქრობდნენ, რომ კანონიერი გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ ხო, არავინ არ განიხილავს. კი ბატონო. კი ბატონო, შეთანხმებულად რომ კი ბატონო, გასაგებია და დაველოდები და იმედია რომ იქნება ღირსეული პასუხი და ძალიან კარგი იქნება. ამხელა სამინისტრო კი ბატონო, ეს კანონიერად მაინც გაიყოს დედაჩემს რა ეკუთვნოდა, როგორ იყოფოდა წილი ოჯახში, კი ბატონო. კარგით. მოგივა პასუხი ცოტა ხანში. დიახ. ცოტა ხანში მოგივა პასუხი.